გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ადგილობრივების თქმით მოწესრიგდა როგორც შიდა, ისე ცენტრალური გზა დასრულდა სასმელი წყლის პროექტი შემოიღობა საბავშვო ბაღის ტერიტორია და განაცდა ის ქუჩები, სადაც გადაადგილება წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად მღებრიშვილის განცხადებით, სოფლის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს და პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც გაკეთეთ. წყალი არის იყო ხოლმე წყლებში, წყლის თავს არგებლობდით. გზები გაკეთდა და ძავი დათოს იმითი ყველაფერი კეთდება სოფელში. საერთოდ არ იყო ბავშვების სასიარულოთაც არ ვარგავდა და ყველაფერი კარგია, ახლა საუკეთესოდ გააკეთეს ყველაფერი. სოფლის დაფინანსების პროგრამით საბავშვო ბაღის შემოღობაა სოფელ ქვახვრელში გაკეთებული. და სოფელ უფლისციხეში საბავშვო ბაღის ფასადის რეაბილიტაცია დასრულებული. ასევე ბიუჯეტიდან მოხდა მოასფალტება გზის, რომელიც გზაც სოფელ ქვახვრელში საბავშვო ბაღში მიმავალ ბავშვებს და სკოლაში მიმავალ ბავშვებს სჭირდებოდათ. უწევდათ ცუდგზაზე სიარული, წვიმიან ამინდში ძალიან ძნელდებოდა პატარა ბავშვების სკოლამდე მიყვანა და ბაღამდე მიყვანა და ეს ყველაფერი აღმოიფხვრა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა იყო გასაკეთებელი და ეს ამ წლის ბიუჯეტით გაკეთებულია უკვე. ჯერავს რომ ამის შემდეგაც გაგრძელდება იგივენაირად, უფრო მეტი შემართებით, მეტი ტემპით და სურს და მინდა რომ განვითარდეს როგორც უფლისციხე, ისე ქვახვრელი და იყოს ყველაფერი კარგად, როგორც შეეფერება ჩვენს სოფელს და ჩვენი სოფლის მოსახლეობას.